ხშირად გვეკითხებიან, რა არის ხერხემლის სეგმენტის კვლევა. ძალიან მარტივად აგიხსნით. რადიოლოგიურად ხერხემლელი იყოფა სამ ძირითად სეგმენტად. ეს გახლავთ კისრის, უმკერდის და წელის სეგმენტი. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტით ვიღებთ ხერხემლის იმ ნაწილს, სადაც უფრო მეტად არის გამოხატული ტკივილი ან რაიმე სახის დისკომფორტის შეგრძნება. 1.5 ტესლა მაგნიტზე ხერხემლის სვეტი იდეალურად ჩანს. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის მალის სხეული, მალთაშუა დისკები, პროტრუზია, ექსტრუზია, ჰიაქარი, ასევე ანთებითი ცვლილებები. 1.5 ტესლა მაგნიტი ერთგვარი ოქროს სტანდარტია ხერხემლის სვეტის გამოსასწრად. გაწუხებთ ტკივილი კისრის, უმკერდის ან წელის არეში, რომელიც გადაეცემა ხელებსა და ფეხებში. გაწუხებთ დაბუჟების შეგრძნება ზემო და ქვემო კიდურებში ან უბრალოდ დისკომფორტი, ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაციით ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება.